მოგესალმებით, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი, მე ვარ ბექა პატურაშვილი, მადლობა რომ გვიყურებთ და დღეს საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანთან, ძალიან გამოცდილ და კომპეტენტურ პროფესიონალთან, ჟურნალისტთან, თამარ ნუცუბიძესთან. თამარ, მოგესალმებით, მადლობა რომ დრო დაგვითმე და არ გჭირდება წარდგენა, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ თამარ ნუცუბიძე წლებია მუშაობს ბრიუსელში, როგორც ჟურნალისტი, ჩვენ ვიყავით კოლეგები რუსთავი 2 წლების განმავლობაში. ამჟამად ორივე ვართ დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტატუსით და მაინც მუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ რომელიმე არხზე დასაქმებულები. და დღეს, როდესაც საუბრობთ ევროპის შესახებ, საუბრობთ ევროპული სტრუქტურების შესახებ და ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ქართულმა დელეგაციამ ევროპული საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით მუშაობა, თანამშრომლობა. იმავე დღეს ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ეს არაფერი განსაკუთრებული არ არის და რომ ეს არის მეათე ხარისხოვანი პლატფორმა. პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვა ეხება სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მის მნიშვნელობას საზოგადოებამ რომ უკეთ გაიგოს რაზეა აქ საუბარი, არის თუ არა რეალურად ეს მეათე ხარისხოვანი პლატფორმა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე მგონი პირიქით ძალიანაც კარგი პლატფორმები ავირჩიეთ, უпростоრეთ სტატუსი, რომ ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რადგანაც ჩემი აზრით ყველაზე საჭირო სწორედ ეხლა აი ასეთი პლატფორმებია, საიდანაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სრულიად ობიექტურად ჩვენს თანამოქალაქეებს, მაყურებლებს ჩვენ შემთხვევაში მივაწვდინოთ ის ინფორმაცია, რაც რეალურად არის. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება სწორედ პროპაგანდასთან ბრძოლის. ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან კარგია, რომ ეს პლატფორმა აირჩიეთ და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მეტი ადამიანი იქნება თქვენი გამომწერიც და მაყურებელიც, რადგანაც შეეძლებათ მათ რეალური ინფორმაციის მიღება და რეალურად გარკვევა თუ რასთან გვაქვს ეხლა საქმე. რაც შეეხება ევროსაბჭოს შორს რომ არ წავიდე, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში 10 წლის განმავლობაში ვაშუქებდი ევროსაბჭოსში მიმდინარე მოვლენებს და ძალიან კარგად მახსოვს, თუნდაც ქართული ოცნების დელეგაცია რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ორგანიზაციას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ისინი მუდმივად ჩამოდიოდნენ სტრასბურგში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ასამბლეის სხდომებში და თითეული ნაბიჯი თუნდაც კომიტეტებში, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად დანიშნა, თითო რეზოლუციაში საქართველოზე პოზიტიური ჩანაწერიც მათთვის იყო მიღწევა და ისინიც სწორედ ქართული ტელეარხის საშუალებით წლების წინ ამ ყველაფერს როგორც დიდ მიღწევას ისე აღნიშნავდნენ. ახლა რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას, ანუ რომ წარმოვიდგინოთ, ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც 46 ქვეყანას აერთიანებს და საქართველოს კარგად იცის თქვენმა მაყურებელმა, რომ 26 წელია უკვე ამ ორგანიზაციაში ვართ და ისტორიული, სხვათა შორის ისტორიული პერიოდი ზუსტად ეხლა იყო იუბილე იმისა, რომ ზურაბ ჟვანიამ სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აი ამ პლატფორმიდან თქვა ისტორიული სიტყვები, რომ მე ვარ ქართველი, მასშასადამე ვარ ევროპელი. სწორედ რომ გაიგოს მაყურებელმა, ანუ ნახეთ, ორგანიზაცია არის ევროსაბჭო, რომელიც აერთიანებს ამ 46 ქვეყანას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის მისი საკანონმდებლო ორგანო, ანუ მარტივად რომ გავამარტივოთ, პარლამენტი. და ამ პარლამენტში, ამ ორგანიზაციის, ამ 46 ქვეყნის ეროვნული პარლამენტარებისგან დგება დელეგაციები, რომლებიც წელიწადში 4-ჯერ ჩამოდიან სტრასბურგში, სადაც იმართება ამ ორგანიზაციის საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო ასამბლეა.
ამ ორგანოს მიღებული რეზოლუციების და გადაწყვეტილებებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნებისთვის, რადგან როცა გაწევრიანდები თავად ევროსაბჭოში, ქვეყანა იღებს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც არის აუცილებელი. და პლუს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ევროსაბჭოს, ანუ ამ ორგანიზაციას დაქვემდებარებაში ასევე შედის სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო, რომელსაც და ამ ქვეყნებს ყველას ერთად აერთიანებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ყველა, ანუ ვინც გაერთიანებული ევროსაბჭოში ხელმომწერია ამ კონვენციის. ეს არის საშუალება, როდესაც ქვეყანაში, თქვათ, შენ ართული რომ სამართალი იპოვე ადგილობრივ ეროვნულ სასამართლოებში, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა ამ ორგანიზაციის წევრია, შესაძლებლობა გაქვს უფრო მაღალ ინსტანციაში, ანუ ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანო საქმე და ეს სასამართლო გადაწყვეტილებას იცი რა კუთხით იღებს, რომ ანუ ის ადგენს იყო თუ არა სამართლიანი გადაწყვეტილება. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს და არ ცვლის. უბრალოდ აი ამ მაღალი ინსტანციიდან ამბობს, რომ მიიღო თუ არა და ჩატარდა თუ არა სამართლიანად სასამართლო შენს ქვეყანაში. და ყველამ კარგად იცის, თუნდაც მოყოლებული მიხეილ სააკაშვილის დროიდან, როდესაც მიმართვიანობა ძალიან მაღალი იყო იმის გამო, სწორედ რომ სამართლის პოვნა ქვეყნის შიგნით იყო შეუძლებელი, მიმართვიანობა სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მაღალი იყო და ეს აჩვენებდა, რომ ხალხი ეძებს აი ამ სამართალს. და შესაძლებლობა იყო ამ ადამიანებისთვის ამ სამართლის პოვნის. ეს არის მეორე სეგმენტი. ასე რომ ძალიან ჩამოქვეითება და იმის თქმა, რომ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და ჩვენ ახლა ვაჩერებთ თანამშრომლობას ორგანიზაციის ევროსაბჭოს საკანონმდებლო ორგანოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან არის აი პირდაპირ რო სახელი დაარქვა რას ნიშნავს ეს? ხალხის ცელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის. გასაგებია. კარგი, მოდი შემდეგ კითხვას დაგისვამ ამ ფორმატთან დაკავშირებით, რომელზეც ამ შემთხვევაში იყო საუბარი და არის, ხო? ანუ უშუალოდ საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში დელეგაციის მონაწილეობა, თუმცა ისინი საკუთარ მხარდამჭერს თუ ამომრჩეველს ეუბნებიან ასეთ რამეს, რომ ჩვენ უბრალოდ ამ ფორმატზე ვამბობთ ამ ეტაპზე უარს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე ექმნება საქართველოს წევრობას ევროსაბჭოში და ეს არაფერი, ეს ყველაფერი ხელშეუხებელი რჩება. ახლა მე მინდა კითხო, რა წინაპირობები იქმნება ამ მოცემულობაში, ანუ უშუალოდ ევროსაბჭოს წევრობის თვალსაზრისით და ახსენე შენ სტრასბურგის სასამართლო და ასე და ასე შემდეგ, რაც უკვე შემდგომი ეტაპი არის თუ ჩვენ გავირიცხებით ევროსაბჭოს წევრობიდან, ასე ვთქვათ. ეს გადაწყვეტილება, რაც მათ მიიღეს, რა რისკებს აჩენს ამ თვალსაზრისით, რას უნდა ველოდოთ აპრილის თვეში, ვთქვათ, როდესაც ისინი ახლა ეს დელეგაცია თავად უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე, იმ დათქმებზე უარის თქმის გათვალისწინებით. რა ხდება ამის შემდეგ? და რას აჩვენებს პრაქტიკა, თქვა სხვა გარიცხული ქვეყნების შემთხვევაში, ვიცით რომ არის ასეთები, რუსეთი და ბელარუსი. საკვანძო არის სწორედ ის, რა ხდება შემდეგ. ანუ დღეს მონაცემებით და მოცემულობით პრინციპში რაც განაცხადა თეატრო ლუკიანმა და ქართულმა ოცნებამ, რომ ისინი აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და თანამშრომლობას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალ ევროსაბჭო საქართველოს გარიცხავს ორგანიზაციიდან. აქ სწორედ ეხლა დამოკიდებულია ყველაფერზე, თუ როგორ განვითარდება, ნახეთ, ორი მიმართულება არის. პირველი მიმართულება ახლა ყველაზე საინტერესოა, რას იზამს ქართული დელეგაცია აპრილში. თუ კი ისინი ამბობენ, რომ ისინი აჩერებენ თანამშრომლობას და მუშაობას
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ანუ აპრილში უკვე 4 სესია არის წლის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის სეზონების მიხედვით. ზამთრის სესია, სადაც ესე განვითარდა მოვლენები, უკვე დასრულებულია და საგაზაფხულო სესია სტარტს აიღებს აპრილში. ეხლა ნახეთ, ანუ მოცემულობა ასეთია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უპრეცედენტოდ უპრეცედენტო მხარდამჭერთა რაოდენობით, რომელშიც ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი პირობები და ესეც ფაქტიურად უპრეცედენტოა ამ ორგანიზაციისთვის, იმიტომ რომ ზოგადად საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მაქსიმალურად ცდილობს ლოიალური იყოს და ყოველთვის დატოვოს ღია კარით უფანჯარა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს რაღაცნაირად დააკმაყოფილოს პირობები და მაქსიმალურად, ლოიალურია ქვეყნების მარტივად რომ ვთქვათ, ლოიალურია ქვეყნების მიმართ. ესე იგი, მისცეს ქართულ დელეგაციას ვადა აპრილამდე დათქმებით და ეს დათქმები ყველამ კარგად იცის და თუ კი უნდა ქართულ დელეგაციას რომ მიიღოს უკვე აპრილში უფლება-მოსილებები, კონდეს ხმის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტების მუშაობაში, შესაძლებელი იყოს თუნდაც მათი წარმომადგენლების დანიშვნა კომიტეტების წამყვან პოსტებზე და ასე შემდეგ, აპრილამდე ეს ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული. აქ ახლა არის ორი ვარიანტი. ვთქვათ, თუ დელეგაცია საერთოდ არ ჩავა აპრილში და იტყვის, რომ კი, ჩვენ ვთქვით, რომ ვაჩერებთ თანამშრომლობას და არ ჩამოვდივართ და ან მეორე, არ ვიცი, რაიმე მიზეზით თუ ჩავიდნენ, მაგრამ პირობები არ იქნება შესრულებული. მათი განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პირობები არაფერი არ შესრულდება. თუ კი არაფერი არ შესრულდა, დაიწყო აპრილის სესია და ქართული დელეგაცია არ ჩამოვიდა. აი ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება, მაინც დაუბრუნდება თუ არა და განიხილავენ თუ არა ქართული დელეგაციის გარეშე ამ საკითხს, რომ თქვათ ანგარიში იქნება თუ არა იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა, ასრულებს თუ არა ქართული დელეგაცია და საერთოდ როგორ მიდის პროცესი და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა ვითარება იქნება ქვეყნის შიგნით და რა პროცესები განვითარდება აპრილამდე. ზოგადად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება საქართველოში აპრილამდე. შევთანხმდეთ ამაზე. მაგრამ თუ კი ვთქვათ, აი ამ ვითარებით მივდივართ აპრილამდე, როგორც ახლა არის ვითარება, ერთი არის, რომ შესაძლოა ევროსაბჭომ თვითონ მაინც გადაწყვიტოს ქართული დელეგაციის გარეშე შეაფასოს რა ვითარებაა და მიიღოს შემდეგ მომდევნო რეზოლუცია ან დებატები გაიმართოს, რა ნაბიჯი გადადგა შემდეგ ევროსაბჭომ. იმ შემთხვევაში, თუ კი ჩადის ქართული დელეგაცია, თქვათ, ცვლის თავის პოზიციას და მაინც ჩადის და არაფერი არ არის შესრულებული, ამ შემთხვევაში ავტომატურად, რა თქმა უნდა, ისევ დგება დღის წესრიგში, მიენიჭოს თუ არა მათ უფლება-მოსილებები და თუ კი არაფერი შესრულებული არ არის, მივდივართ ისევ იქამდე, რომ ვერ აღდგება ეს უფლება-მოსილება, რადგანაც ის პირობები, რაც არის, არ არის შესრულებული. აი ესეთ უცნაურ და უპრეცედენტო ვითარებაში აღმოგვაჩინა დღეს ქართულმა ოცნებამ ძალიან რომ გავამარტივოთ საკითხი და მარტივად რომ ვთქვათ. და თუ ვერ აღდგება ეს ურთიერთობები და საბოლოოდ, ეს ფორმატი თანამშრომლობის აღარ იარსებებს, შემდეგ რა ხდება? ევროსაბჭოს წევრობის თვალსაზრისით ვკითხულობ ამას. არის თუ არა ეს წინაპირობა? ევროსაბჭოს წევრობის თვალსაზრისით, მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ისე, როგორც თქვათ, ევროკავშირისთვის ბერკეტი, ყველაზე ისეთი არის უვიზო მიმოსვლა, ხომ? და ევროკავშირი ამბობს, რომ ბოლო ბერკეტი იქნება, რომელსაც გამოიყენებს, რადგანაც ეს დაარტყამს ქართველ ხალხს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპული სტრუქტურები მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს, ევროპული სტრუქტურები, თუნდაც ევროკავშირი, თუნდაც ევროპული საბჭო მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაარტყმა და ზიანი არ მიადგეს საქართველოს მოსახლეობას. და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ მოგწონს
რომ არ არის ძალიან მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები გადადგმული. იმიტომ რომ ეს მკაცრი ნაბიჯები აუცილებლად ჩვენ შეგვეხება. ამიტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მაინც როგორმე დააბრუნონ ქართული ოცნება, რომელიც ფაქტიურად ლეგიტიმაციის პრობლემაც ხომ ძალიან აშკარაა, მაგრამ რეალურად დღეს ისინი არიან ხომ ხელისუფლებაში ესე თუ ისე, ამიტომ ცდილობენ, აი სწორედ მაგიტომაც გაჩნდა უკვე ჩანაწერებში, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ახლა მთლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ახალი არჩევნები, რომ ყველა ქართულ ხალხთან ერთად თulis რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები და რაც შეეხება გარიცხვას, ესეც იქნება ბოლო მათი ბერკეტი. და როგორც აი რუსეთის მაგალითზე რო ვისაუბროთ, რუსეთის შემთხვევაშიც 2000 ანუ ყირიმის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ მუდმივად დგებოდა და მუდმივად ვერ ახერხებდა რუსული დელეგაცია უფლებამოსილებების მიღებას, მაგრამ ნახეთ პროცესი რამდენ ხანს გაიწელა, საბოლოოდ გარიცხვის საკითხი დადგა უკვე სრულმასშტაბიანი ამ ბრუტალური შეჭრის შემდეგ 2022 წელს. ანუ მაქსიმალურად ცდილობდა ბოლომდე ევროპული საბჭო რომ ეს ქვეყანა არ გაერიცხა ორგანიზაციიდან და აქაც რომ ნახოთ, ანუ უკვე რომ მინისტრთა ამ ორგანიზაციას ასევე აქვს მინისტრთა საბჭო. მინისტრები ამ 46 ქვეყნის მინისტრებს ცალკე ორგანო აქვს, რომელიც ასევე მსჯელობს ამ საკითხებზე, როცა მინისტრების დონეზე დაიწყო მსჯელობა ქვეყნის გარიცხვაზე, აი იგივე მეთოდით რუსეთმა თქვა, რომ ჩვენ თვითონ გავდივართ და მოუჯახუნა იქით კარი და დატოვა მილიონობით ადამიანი იმის გარეშე, რომ მათ დღეს აი ესეთი პრობლემებია რუსეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და მათ დღეს საშუალება არ აქვთ მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროსაბჭოს ძირითადი მაინც რაზეც დგას ეს ორგანიზაცია, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაა. ადამიანის უფლებები, დემოკრატიული პრინციპები და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, შემდეგ კითხვაზე გადავალ, რამდენად თავსებადია ეს პროცესი საქართველოს ევროინტეგრაციის ნაწილში. ანუ თუ გვეუბნებიან იმას, რომ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სვლას, მართალია ბნელი ძალები და deep state-ი ცდილობს თავისი ბერკეტებით და საცეცებით, რომ ამაში ხელი შეგვიშალოს და ევროკავშირის რაღაც ბიუროკრატიის ნაწილი ამაშია ჩაფლული, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და მივდივართ ევროკავშირის წევრობისკენ. ეს კონკრეტული სიახლე, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს და ეს პროცესი რამდენად არის ხელის შემშლელი საბოლოოდ მაგ ნაწილში. პირდაპირ ყველაფერი ერთმანეთში არის პირდაპირ ბმაში და აუცილებლად იქონიებს გავლენას, აუცილებლად. ეს კიდევ ერთი ხელის შემშლელი ძალიან მკაფიო და ძალიან წონადი არგუმენტი იქნება იმისთვის, რომ არანაირ ევროინტეგრაციაზე საუბარი არ არის ახლა. ყველაფერი შეჩერებულია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, უბრალოდ აი ესე ფორმალურად დარჩა სიტყვა, რომ ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. არაერთხელ ყველა დოკუმენტში და ყველა ზეპირ განცხადებაში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ცალ-ცალკეც და თვითონ ორგანიზაციამაც აღნიშნა, რომ არაფერი არ სრულდება და ყველა ნაბიჯი და განცხადება პირიქით მოწმობს იმას, რომ ასეთი ქმედებები შეუთავსებელია კანდიდატი ქვეყნისთვის. აი ამ არგუმენტებს დაემატება ეხლა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ თანამშრომლობის შეჩერებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა დოკუმენტში ევროკავშირის ესეც იქნება ასახული, ყველა ანგარიშში, თუნდაც საკანონმდებლო ორგანოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ახალი რეზოლუცია გველოდება 13 თებერვალს და უპრეცედენტოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა უკვე ერთიანად
მიიღო, ანუ იმდენი რეზოლუცია მიიღო ახალი მოწვევის ევროპარლამენტმა, რაც არ მიუღია სხვა მოწვევის პარლამენტებს ერთად აღებული. და ეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ოცნება ამბობდა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნებიან კუბილიუსები, იუკნევიჩიანები, ამაზე აუცილებლად რომ პარლამენტმა მარჯვნივ წავიდა. კი, აი ამაზე აუცილებლად მინდოდა შენთან საუბარი და მომდევნო რეზოლუციაზეც, რომელიც არის დაანონსებული, ხო? თქვათ, აი მანდედან რას უნდა ველოდოთ, რა ტექსტს ელოდები შენ პირადად, თუნდაც აი ამ წარსული გამოცდილებით და ვისაუბროთ აქვე ქართული ოცნების დამოკიდებულებაზე. ისინი ახლაც ამბობენ, რომ მე ერთი განცხადება მინდა გავიხსენო. ასეთი შინაარსის იყო, რომ შემდეგ რეზოლუციაშიო, ეს იყო პოლიტსაბჭოს განცხადება, დავაზუსტებ, ალბათ იქნება პირდაპირ მოწოდება საქართველოს ომში ჩართვაზე. აი ეს არის პირდაპირ ციტატა მახსოვს აი ამ განცხადებიდან. ეს იყო უკვე წინასწარ რაღაც პრევენციული ხასიათის გზავნილი, რომ ისინი ელოდებიან მეტ კრიტიკას, ვთქვათ, აი ამ ხრივ და უკვე ხალხს ამზადებდნენ იმისთვის, რომ აი იცოდეთ, რომ ასეთი ცუდი რაღაცა ტექსტები იქნება იქიდან და ესე მარტივად რო ვთქვათ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ, ან ეს ხო მათი პოლიტიკა არის, მუდმივად რომ არაფერს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არაფერს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ანუ ამის შემზადება უკვე წინასწარ დაიწყეს. რა შეიძლება იყოს, ვიცი რომ რაღაცა წინასწარი ვარიანტები უკვე მუშავდება რეზოლუციის ტექსტის და შენ რას ელოდები? რა გზავნილებს? იცი რა მინდა გაგახსენო, ბექა, აი 2 თუ 3 დღის წინ ზუსტად ქართულმა ოცნებამ თეატრ ლუკიანმა სტრასბურგიდან რომ თქვა, რომ აღარ ითანამშრომლებენ და არ იმუშავებენ საპარლამენტო ასამბლეაში, წავიკითხე ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც რომელიც ადრე მუდმივად ამბობდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩაისფასი ქონია, მას შემდეგ რაც მათ გადაწყვეტილება მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან შეაჩერონ თანამშრომლობა, მან თქვა, რომ 10ჯერ თუ მეტჯერ უფრო ნაკლები წონა აქვსო ამ საპარლამენტო ან საკანონმდებლო ევროსაბჭოს საკანონმდებლო ორგანოს ვიდრე ევროპარლამენტს. ანუ ყოფილა მოიმატა ამ შემთხვევაში სავარაუდოდ მის თვალში ევროპარლამენტმა ესეც საინტერესო მომენტია, ანუ ახლა ალბათ როცა ევროპარლამენტი კრიტიკულ რეზოლუციას მიიღებს, იტყვის რომ არა ჩალისფასი აქვს და რაღაც სხვა ორგანიზაციაზე იტყვის რომ უფრო ბევრად უფრო ძლიერი და უფრო კომპეტენტური ორგანოა. რაც შეეხება ომში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, ეს სრული აბსურდია ჯერ ერთი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მშვიდობიანი ორგანიზაცია არის და ნობელის პრემია აქვს მიღებული სწორედ მშვიდობაში ევროკავშირს და არანაირი ომის მოწოდება არასდროს ამ ორგანიზაციის მხრიდან არსად თუნდაც ზეპირათაც არ ყოფილა, არათუ დოკუმენტებში, რაც შეეხება რეზოლუციას, ველი ძალიან მწვავე რეზოლუციას და რადგანაც საქართველოს დღის წესრიგში რჩება და ასე ხშირად რეზოლუციაზე მიიღება, ველი რომ ეგრეთ წოდებული ვორდინგი უფრო და უფრო გამკაცდება, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკითხებით სავარაუდოდ იქნება უკვე იქაც ასახული, ველი რომ ახალ არჩევნებზე უფრო მეტად იქნება ხაზგასმა, როგორც კრიზისიდან გამოსავალის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, ასევე ველოდები რომ უფრო მკაფიოდ და უფრო მკაცრი ვორდინგი იქნება ჟურნალისტებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების საქმიანობასთან და უნდა ველოდოთ რომ სახელიც და სასურველია რომ ესე მოხდეს, მზია ამაღლობელის სახელი იქნება დაფიქსირებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც მზადდება ევროპარლამენტის რეზოლუცია, თავდაპირველად ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამზადებს თავის ვარიანტს, რაც ასევე ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის და შეუძლია წაიკითხოს ვებგვერდზე, როგორც ხშირად და ტრადიციულად პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის დრაფტები ბევრად უფრო მკაცრია და იქ ისინი ბევრად უფრო მეტს წერენ, შემდეგ უკვე მუშავდება ერთიანი ვარიანტი, რომელიც უფრო შეკვეცილია
და ძირითად საკითხებზე რჩება, ანუ ის საკითხები, რომელიც ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის არის ერთიანი და რაზეც ისინი თანხმდებიან. მე მაინც ველოდები, რომ ზია ამაღლობელი იქნება პირდაპირ ნახსენები, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩვენს თავს და უკვე ყველა მიცის ეს საქმე და გამომდინარე აქედან ზოგადად მედიის ვითარებაზე იქნება საუბარი, ახალ არჩევნებზე როგორც თქვი, ველი რომ მოწოდება იქნება ევროსტრუქტურების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს აი იმ ფინანსების გადამისამართება სწორედ არასამთავრობოებზე და თავისუფალ მედიაზე, რომელიც შეუჩერეს ქართულ ოცნებას და აუცილებლად იქნება საუბარი, რომ უნდა გამოვიდნენ საპატიმროებიდან დაპატიმრებული ადამიანები და აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომ ისევ მთავარი ფასეულობაა ამ ორგანიზაციისთვის. კარგი, თამარ, მინდა შემდეგ უკვე გადავიდეთ სანქციების თემაზე, მაგრამ მანამდე, რადგან შენც ახსენე, მინდა რომ ზია ამაღლობელთან დაკავშირებით უფრო მეტი გითხრა. ცხადია, შენ ხვდები პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს, უამრავ ადამიანს ევროპაში, ხო? ანუ მათთვის ეს ამბავი რამდენად ცხადად არის აღქმული, როგორც სიგნალი და აი ცოტა მეტი მოგვიყევი, თქვათ, აი თუნდაც შენ პირად კომუნიკაციაში ამაზე რა რეაქციები ხვდება ხოლმე? ზოგადად მედიის თავისუფლება ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტალური თავისუფლებაა და თუნდაც გამომდინარე აქედან საერთოდ არანაირ ევროინტეგრაციაზე არ შეიძლება საუბარი, როდესაც ეს ფუნდამენტალური უფლება ქვეყანაში არის დარღვეული და მორღვეული და პირველად გვაქვს, როდესაც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი აი ესე არის საპატიმროში და პლუს ამას ის უკვე მეოცე დღეა შიმშილობს და ამაზე რეალურ რეაგირებას ვერ ხედავთ და შენს დამემოწმები რომ პირიქით ხედავთ მიზან მიმართულ პროპაგანდას და რაღაცა მოაქვს სხვადასხვა სახის განცხადებები ამერიკიდან, ევროპიდან, რომ პოლიციელი შეურაცხყოფა მიუღებელია, რომ ეს ყველა ქვეყანაში დასჯადია და რომელიც არის პირდაპირ პროპაგანდისტული ხაზი, იმიტომ რომ ამ სიტუაციას წინ უძღოდა სრულიად სხვა სიტუაცია და მისი შეურაცხყოფა და მისი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველად ის ხომ უკანონოდ დააპატიმრეს სტიკერის გაკვისთვის, რაც ხომ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის, მით უმეტეს ჟურნალისტისთვის. ხო, ანუ აქ წინა პირობები მთლიანად არის უგულვებელყოფილი და საუბარია რაღაცა სამართლებრივ ჩარჩოზე, როგორ კვალიფიცირდება ეს კონკრეტული მოქმედება და იქაც კი არის კითხვის ნიშნები, ამაზე ბევრ საუბრობენ ადვოკატები, რომ ეგ ტკივილი უნდა მიადგეს ადამიანს თუ ძალადობაზეა საუბარი და ასე და შემდეგ და ეს არ არის გამოხატულიო. ამას ამ დეტალებში ჩვენ იურიდიულ დეტალებში რომ არ შევიდეთ, ხო, გასაგებია რომ ესე იგი რეაქცია ამაზე არის ყოველ შემთხვევაში და რეაქცია, ანუ პრინციპში ნახეთ, მათთვის არის ეს შოკის მომგვრელი. მარტივად რომ თქვათ, რომ უფრო მეტად აი ეხლა შიმშილობის პროცესი. და შიმშილობის პროცესში ასეთი რაღაცა ყრუკედელი რომ არანაირი წესიერად ინფორმაცია არ არის, რომ შესაძლებელი იყო, ანუ კანონი რომ შესაძლებლობას იძლევა, რომ ამ შემთხვევაში არ იყოს წინასწარი პატიმრობა და ადამიანი დაელოდოს ჩვეულებრივად სასამართლოს, არავინ არ ლაპარაკობს, რომ თქვათ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს სასამართლოს პროცესი და რაღაცა მიმდინარეობდეს მოკვლევა, მაგრამ არანაირ საფრთხეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი არ წარმოადგენს იმისთვის, რომ ის იყოს წინასწარ პატიმრობაში და მით უმეტეს ასეთი შიმშილობის პირობებში თუნდაც გადაყვანილი არ იყოს არ ვიცი, საპატიმროს საავადმყოფოში მეტი დაკვირვებისთვის. და კი, აქ ბრიუსელში შემიძლია ვთქვა, რომ ამას პირდაპირ აღიქვამენ როგორც
მიზან მიმართულ დარტყმას დამოუკიდებელ მედიაზე, რადგანაც დემოკრატიული საზოგადოება დგას ერთ-ერთ ფუნდამენტზე, რასაც ქვია მედია დამოუკიდებლობა, მედია პლურალიზმი. კარგი, თამარ, ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროსტრუქტურები ცდილობენ, რომ არ გაგიშვან ხელიდან და ხელს გიწყობენ იმაში, რომ დაბრუნდე რელსზე, თუნდაც გქონდეს გადახვევა, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ აქ საინტერესოა, რომ თუ გაქვს გადახვევა, რამ უნდა გიბიძგოს ამ რელსზე დაბრუნებისკენ, ხო? ან თუ თქვა სხვა მხარე ცდილობს შენს გადათრევას და თავის ჩრდილში მოქცევას, ნუ ამ შემთხვევაში ცხადია რუსეთზეა საუბარი, პირდაპირ თუ ირიბად, ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებზე ევროპული საზოგადოებიდან და სტრუქტურებიდან, ხო? მივდივარ სანქციებისკენ, ეს თემა მუდმივად არის აქტუალური, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩეხეთმა თუ არ ვცდები კიდევ რამდენიმე კონკრეტულ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს დაუწესა სანქციები. რას ველოდებით აი ამ ხრივ როგორც ზეწოლის მექანიზმის გამოყენების თვალსაზრისით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ეს თემაც განსხვავებულად შეიფუთა, მე მქონდა ამაზე საუბარი ერთ-ერთ სხვა ვიდეოში, რომელიც დევს ჩვენ არხზე, მაგრამ მინდა რომ შენც გითხრა ამასთან დაკავშირებით, ეს შეიფუთა, რომ თითქოს არაფერი არ მოხდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს ასეთი განცხადებები კეთდებოდა, რომ ეს არის ანტიქართული ნაბიჯი და ცდილობდნენ ამის დალინკვას და ტოლობის ნიშნის დასმას, რომ ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ, მთლიანად ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და ეს მუდმივად არის ეს მათ გზავნილებში, რომ ევროპა დგამს ანტიქართულ ნაბიჯებს, ევროპა დგამს ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, აი ამის გაიგივება ხდება პარტიულ რაღაცა პირების მიმართულ რაღაც ღონისძიებებზე. ვისაუბროთ, რას შეიძლება ველოდოთ აი ამ კუთხით და რას ნიშნავს უკვე მიღებული სანქციები, თუნდაც დიპლომატიური პასპორტების აკრძალვა. დავიწყებ იმით, რომ აი ჩემთვის მაგალითად მე ყველაზე უფრო არ მომწონს, როდესაც ქართული ოცნება ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით და განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან, ევროპულ სტრუქტურებთან მიმართებაში მათ გადაწყვეტილებებს აი ასე აფიშირებს, რომ ეს არის დარტყმა და ეს აი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და რომ ევროკავშირი ასე აი ქართულ ხალხს რაღაც აი ასეთ პასუხობს. მე მგონი რომ გადავახვიოთ არჩევნების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულად და ძალიან კარგად მახსოვს ის ბრიფინგი გაანონსებული იყო როგორც ქართული ოცნების ბრიფინგი და ქართულ მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც რეფერენდუმზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში იყოს, არაფერი უკითხავთ, არა? გვინდოდა თუ არა შეჩერებულიყო ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე. ამას საერთოდ დაარქვეს, რომ ეს შეჩერებას არ ნიშნავს და ჩვენ რაღაც საშინაო დავალებას ვასრულებთ. ამას ასე დაარქვეს. ანუ ნახეთ, საშინაო დავალება თუ კი აჩერებ პროცესს თუნდაც ავიღოთ 2028 წლამდე და პარალელურად იმ კანონებსაც, რომელიც კი შესრულებული ქონდა, უკან მიგავს და საპირისპირო სხვა კანონებს იღებ, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან, რომელ საშინაო დავალებას ასრულებ ამ შემთხვევაში. სხვა კანონებს იღებ. პირიქით ზუსტად ლოგიკურად და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და იმიტომაც აღიქვა ყველამ გადახვევა კურსიდან, რომ როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ 2028-მდე მე ვაჩერებ და პარალელურად იღებ ისეთ კანონმდებლობას, რაც რომც არ გაგეჩერებინა შენ ევროინტეგრაცია, მაინც წინ ვერ წახვიდოდი, იმიტომ რომ ეს კანონები პირიქით ის არის, რაზეც გეუბნებიან, რომ ამის საწინააღმდეგო მიიღეთ, უგინდა რომ მოლაპარაკებები გაგიხსნათ და მით უმეტეს ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად რო აცხადებ და არც თუნდაც ფართო დისკუსია არ მოგიწყვია, თუნდაც დისკუსია, ხო? სხვას რომ თავი დავანებოთ, ექსპერტების, ჟურნალისტების, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე და ერთპიროვნულად რო ამბობ, რომ ასე ვაჩერებ,
სწორედ ეს არის ჩემი აზრით შენი მოსახლეობის წინააღმდეგ სვლა და არა ის რომ მართლაც ევროკავშირი მაქსიმალურად ასე კუს ნაბიჯებით მიდის რომ ხალხს არავნოს და პასუხისმგებელ პირებს რაღაცა პასუხი მოთხოვოს როგორც კანდიდატ ქვეყანას და კიდე მეორე ამბავი არის ამ ისტორიაში მუდმივად გვესმის რომ ეს არის რაღაც შიდა ამბებში ჩარევა და რომ თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახალ არჩევნებზე გივი მიქანაძემ თქვა რომ ეს პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. როდესაც ქვეყანა რაღაც ორგანიზაციის წევრია და თავად აქვს გაცხადებული რომ მინდა და ამ ორგანიზაციაში ვარ, იქ გაწერილია კონკრეტულად რომ ორგანიზაციის წევრობა არ კმარა, იქ არის პირობები, იქ არის ვალდებულებები. და შენ თუ წევრიანდები ამ ორგანიზაციაში ხელს აწერ ამ ვალდებულების შესრულებასაც. როდესაც კანდიდატი ქვეყანა ხარ, კანდიდატობა მარტო დაწერილი არ არის ქაღალდზე, ის გულისხმობს იმაში, რომ ხარ კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის, ხო? ანუ ყველაფერს ევროკავშირის ფასეულობას უნდა იზიარებდე და არა პირიქით. და ეს არ არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა. ესენი გეუბნებიან, რომ შენ თუ გინდა ჩვენი ოჯახის წევრი იყო, ჩვენთან აი ეს კანონებია და შენ უნდა ამ კანონს აკმაყოფილებდე და გაჩვენებენ რომ არა ამ შემთხვევაში შენ ამ კანონს ვერ აკმაყოფილებ და თუ არ აკმაყოფილებ ამაზე არის სათანადო პასუხი რაზეც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და გადავდივარ სანქციებზე. ყველამ კარგად ვიცით რომ სანქციებს პერსონალურს რაც ეხება საჭირო არის 27-ვე ქვეყნის თანხმობა, პერსონალური სანქციები ასევე ყველასთვის რომ გასაგები იყოს ამ ეტაპზე, წინადადება მაგიდაზე არის პერსონალური სანქციების იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. და აქ ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის საუბარი, თქვათ, არჩევნების კარგად თუ ცუდად ჩატარებაზე. ეს არის იმ პირებზე, ვინც გასცემდა ბრძანებებს და ასრულებდა ბრძანებას, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები აქციებზე ასე ეცემათ, დაეპატიმრებინათ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც. კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე არის შეუძლებელი, შეიძლება ასე პირდაპირ ვთქვათ, უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, ისინი არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინასთან და აგერ ბელორუსთან დაკავშირებითაც კი ელემენტარული განცხადება ევროკავშირის სახელით, რომელიც გმობდა კიდევ ერთ არალეგიტიმურ არჩევნებს ბელორუსში, ისიც კი დაბლოკა ვიქტორ ორბანმა. ამიტომ ეს ორი ქვეყანა ბლოკავს სანქციებს, სანქციები რჩება დღის წესრიგში და მაგიდაზე, თუმცა ვერ ხერხდება შეხვედრიდან შეხვედრამდე ამ კონსენსუსის მიღწევა. და მეორე გზა აქვს გამომდინარე აქედან არჩეული ევროკავშირს ეროვნული სანქციები. ეს გზა დაიწყო ბალტიის ქვეყნებმა და როგორც შენ აღნიშნე, ეს უბოლო ჩეხეთი კიდე ერთი მომდევნო ქვეყანა იყო, რომელმაც პერსონალური სანქციები შემოიღო გარკვეული პიროვნებების მიმართ და ჩემი აზრით ეს სანქციები ეროვნულ დონეზე გაგრძელდება და უფრო გაფართოვდება. გამომდინარე იქიდან, რასაც თვალყურს ვადევნებთ და ჩემი დაკვირვებით უკან დახევას არაფერზე არ აპირებს ოცნება, ამიტომაც გამომდინარე აქედან უფრო მეტი იქნება ეს სანქციები ვნახოთ, დაველოდოთ, თუმცა პარალელურად მუშაობა მაინც გრძელდება ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს, აქაც არაერთხელ გამიგია, რომ ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, რომ მე რა აღდგებით და ჩვეულებრივი პასპორტებით შევალთ, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და ეს არის ძალიან ღია გზავნილი მათ მიმართ, ვინც უნდა ასრულებდეს კონსტიტუციის მუხლს, რომ საქართველოს დაუახლოვოს ევროკავშირს, მათთვის გზავნილი, რომ ისინი არ არიან სასურველი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ახლა შენ ჩვეულებრივი პასპორტით მოადგები საზღვარს და დაიწყებ მტკიცებას, რომ მე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი ვარ და ჩამოვდივარ როგორც უბრალოდ მოქალაქე და თუნდაც ამ ხრივ იმიჯურად ასეთი დარტყმა მიიღო, კი, შეიძლება შეუძლია, მაგრამ თუმცა შეიძლება არ შეუშვას ვიღაცამ, ხო?
იმის გამო რომ გაშავებულია თქვათ დიპლომატიური პასპორტი ამის გამო ხომ არის დასაშვები რომ საერთოდაც არ შეუშვა ეს ხო რაღაც კონკრეტულმა მესაზღვრემ შეიძლება გადაწყვეტოს ხო რამდენად და მაგისა სულ რომ ეს გადაწყვეტილება არ ავიღოთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილება სია პერსონალური სანქციების თქვათ გერმანიაში მესაზღვრეს აძლევს უფლებას რომ მას შეიძლება კონდეს იმისი ეჭვი რომ შეიძლება ადამიანი შემოდის გერმანიიდან და მერე ის გადავიდეს თქვათ ბალტიისპირეთში სადაც მისი შესვლა არ შეიძლება ეს ერთი მეორე ნახეთ ახლა ამ გადაწყვეტილების მერე სხვათა შორის ძალიან კარგი პრეს-რელიზი დადო ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ ფორმულირებები ძალიან კარგად არის შერჩეული და გაწერილი ჯერ ერთი ჩამოშლილია და კატეგორიები არის დაწერილი ვის ეხება და იმ კატეგორიებში ბოლოში წერია დიპლომატიური პასპორტები თავში ზუსტად აი ჩამოთვლილია აღმასრულებელი ძალიან სახელმწიფო დელეგაციები სასამართლოს წევრები რეგიონალური ანუ იმდენად კარგად არის დაწერილი და ბოლოში წერია დიპლომატიური პასპორტები რომელშიც შეიძლება ოჯახის წევრები შევდიოდნენ ვისაც პასპორტები აქვს და ეხლა იმპლემენტაცია უკვე არის ქვეყნებზე. ანუ ამ ქვეყნებს შეუძლიათ ისიც კი შეიტანონ იმპლემენტაციის პროცესში, რომ ჩვეულებრივი პასპორტითაც ვერ შევიდნენ. ან შეიყვანონ შენგენის საინფორმაციო სიაში პერსონალური მონაცემები. ანუ ესეც უკვე ქვეყნებზეა დამოკიდებული, რამდენად მკაცრი ზომები იქნება მიღებული ამ ზოგადი გადაწყვეტილების ფარგლებში. გასაგებია. კარგი, ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამ და მადლობას გეტყვი ძალიან საინტერესო და ინფორმატიული ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. მინდა კითხო პერსონალურად შენ დამოკიდებულებებზე და შენ აღქმებზე. როგორც ჟურნალისტის, რომელიც წლები ააშუქებ ყოველ ჯერზე ჩვენ გულშემატკივრობდით საქართველოს თითოეულ პატარა ნაბიჯსაც კი და ჩვენ გვესმის რომ სხვადასხვა დროს წლების განმავლობაში რამხელა შრომა არის ამ ყველაფერში ჩადებული. და ერთი წლის წინ ჩვენ ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. აი ამ ფონზე ამ ერთ წელში განვითარებული მოვლენები, როგორ გამოიყურება ბრიუსელიდან მომუშავე ჟურნალისტისთვის? აი ამ მთელი ამ ხელა შრომის ფონზე და როგორ ჩანს მანდედან პროცესი რამდენად სახიფათოა, რომელიც საქართველოში მიდის თუნდაც აი ანტიდასავლური პროპაგანდის თვალსაზრისით. რას ემსახურება ის, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ იქ ანტიქართულ ნაბიჯებს დგამენ და ჩვენ ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნიან და ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩემთვის პირადად როგორც ჟურნალისტისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს არის, იმიტომ რომ 25 წელია მე ამ პროფესიაში ვარ და მთელი ჩემი კარიერა, რა ვიცი, შეიძლება ასე ითქვას, ჩემთვის ზუსტად ანუ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყნის დასავლური განვითარება და ამ მხრივ ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო რაღაცნაირად რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა. არ დავიწყებ ხომ იმ მიზეზებზე ლაპარაკს რატომ? ნებისმიერი ქართველისთვის მე მგონი ძალიან ცხადია, რატომ არ შეიძლება იყოს რუსეთი შენი მოკავშირე, მეგობარი და თუნდაც რაღაც დამცველი და მფარველი და რატომ უნდა იყოს პირიქით ევროკავშირი და თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები. 1000 მაგალითის მოყვანა შეგვიძლია და ამაზე ალბათ საათობით შემიძლია ლაპარაკი. ერთი იცი რა არის, რაზეც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ. მე როდესაც მოსკოვში მუშაობდი, აი სულ როდესაც იქ დაიწყო ეს პროცესები, რამაც ახლა ასეთ ტოტალიტარულ ვითარებამდე მიიყვანა რუსეთი, აი იქ რომ მუშაობდი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ვაი, რა ღმერთო, აი რა კარგია, რომ საქართველოში თავისუფლად სუნთქავ, თავისუფლად შეგიძლია რაღაც თქვა, დააფიქსირო შენი პოზიცია, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ, რომ ჩვენ გაცხადებულად გვაქვს ეს კურსი. და რაც უფრო დრო გადიოდა, როგორც ჟურნალისტი, იქაც აი
ბოლოს უკვე იცით 2012 წელს წამოვედი მე მოსკოვიდან მე საერთოდ უარესი მოხდა რაც ხდებოდა მაგრამ აი ბოლოს უკვე 2010 წლის მერე გამომდინარე იქიდან რომ მაშინაც ჩვენ ძირითადად აი ძალიან ბევრი მუშაობა მიწევდა იქაც აქციებზე იქაურ ოპოზიციასთან რომელიც ახლა ან ნახევარი მოკლულია ან ქვეყანაში არ არის და აქციებზეც ასე ზუსტად ომონელები ასე შლიდნენ და იქაც მოუხვედრილ ვარ და რა ვიცი ყველაფერი გადამიტანია და ბოლოს აი ციტრისკენ მიდიოდა შეგრძნება იყო შიშის აი სახში რომ ბრუნდებოდი გადაღებიდან მით უმეტეს თუ ბნელო და აი საერთოდ არ გამოურიცხავდი რომ ვიღაც ზურგ უკნიდან მომეპარებოდა და თავში რაღაცას ჩამარწყამდა არ გამოურიცხავდი რომ დამაკავებდნენ რაღაცა ტყუილი გამოგონილი მიზეზით იმიტომ რომ მე ვაშუქებდი რუს ოპოზიციონერებს ვაშუქებდი აქციებს და ეს ძალიან კარგად ჩანდა და ძალიან კარგად ხედავდნენ ამ ყველაფერს და ყველგან ვიყავი მუდმივად და ეს შეგრძნება მქონდა მე და რაც ძალიან დისკომფორტი იყო და სულ ფიქრობდი რომ აი ვერ საქართველოში აი ჩემი კოლეგებიც ვერ ხვდებიან რა ბედნიერება თავისუფლად მუშაობა და აი როცა არ გაქვს ეს შეგრძნება. მინდა გითხრა რომ საქართველოში აქვს უკვე ადამიანებს ეგ შეგრძნება. ხო, აი მაქეთ მივდიოდი ბექა. მიუხედავად იმისა რომ მე ბრიუსელში ვარ და ჯერჯერობით აქ ვრჩები და ვცდილობ რომ აქედან მოვეხმარო ჩემს ქვეყანას და კოლეგებს. ეხლა რომ უკვირდები საქართველოში აი ზუსტად ჩემს კოლეგებს ეგ ალბათ თქო ჩემ თავს რომ ეკითხები ეგ შეგრძნებები გაუჩნდათ იცით რომ აი რასაც ჩვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში კისრის მოტეხვა ჩვენ მეგობარ გურამ როგაოს პირდაპირ ეთერში როგორ ჩაარტყეს თავში და საოცრებით გადარჩა ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი შიმშილობს და აი რა 20 დღეა შიმშილობს და ვინ არის პასუხისმგებელი? არც არავინ არ არის პასუხისმგებელი და მე იცით რა ვიფიქრე? ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ოცნების თქვა რომ რაო ჩელაბინსკში გაიღვიძეთო? მინდა რომ უპასუხო დიახ, ჩელაბინსკი არ არის გეოგრაფიული მდებარეობა და კონკრეტულად ბექგრაუნდზე რა გაქვს იქ ჩელაბინსკის სადგური რაღაც თუ ჩელაბინსკის ადგილობრივი დუმა. ჩელაბინსკი ეს არის თავისუფლების შეგრძნება და იმის შეგრძნება სად ხარ რისი გაკეთების შიში გაქვს თუ არ ვიცი დისკომფორტი თუ კომფორტი. კი, ჩელაბინსკში რო იღვიძებენ ეშინიათ. ყველაფრის ეშინიათ. რო გამოვიდნენ და ფუცელი დაიკავონ ეშინიათ. რო დაალაიქონ სტატუსზე იმის ეშინიათ. ეს მაგის ფათაშორის საქართველოშიც ეშინიათ. მე დავაკვირდი მაგ ტენდენციას, მათ შორის ჩვენი კოლეგებისგან, როგორ არიდებენ თავს საჯაროდ დალაიქებას და აი ინსტაგრამზე სტორებს გიგულავენ რაღაც თემებზე, იმიტომ რომ იქ არ ჩანს ვინმე ვერ დაინახავს თვითონ რა რეაქცია გამოხატა. ეგ უკვე მაგას ვამბობ. ზუსტად ვამბობ, ჩელაბინსკი არ არის გეოგრაფიული მდებარეობა. ჩელაბინსკი არის თავისუფლების დონე. რამდენად ადამიანს, ანუ ფუნდამენტალური უფლება ადამიანმა აკეთოს და იმუშაოს თავისუფლად იმ პროფესიაში, რომელშიც უნდა იმუშაოს და რომ არასდროს მისი პოლიტიკური შეხედულება არ იყოს პირდაპირ კავშირში მის სამსახურთან. და მაგიტომ გვინდა ყველას ევროპა, რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა შენ რა პარტიული პრეფერენცია გაქვს და არჩევნებზე ვის შემოხაზავ. აქ მთავარია შენ საქმეს აკეთებდე პროფესიონალურად და საერთოდ არავის არ აინტერესებს ვის პოსტზე რა ემოციას გამოხატავ და რომელ აქციაზე დადგები. არ აინტერესებს. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ საერთოდ სამსახურში ან სადღაც ორგანიზაციაში ვინმე ზემდგომი ან უფროსი დაინტერესდეს გუშინ რატომ იყავი რაღაც აქციაზე. ვერ წარმოუდგენიათ.
ამიტომ გვინდა ევროპა და ამიტომ აქაც ჩემ კოლეგებსაც რო ვესაუბრები და კარს მიღმა ოფრენქოთ როგორც ჩვენ ჟურნალისტები ვამბობთ ვესაუბრები თუნდაც დეპუტატებს თუნდაც აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს ევროკავშირის მათთვის წარმოუდგენელია რომ საქართველოს რომელიც მართლა იყო აი წინახაზე ამ დემოკრატიული განვითარების და აი ამ თავისუფლების და რაღაც მაგალითს აძლევდა რეგიონში ეხა ისეთი პროცესები მიმდინარეობს რაც მართლა ერთი წლის წინ ჩვენთვისაც კი წარმოუდგენელი იყო. კარგი, დიდი მადლობა თამარ და წარმატებებს გისურვებ. შენს ჩვენ თავსაც და ავიც შემდეგ იმედია კიდევ გვექნება საშუალება რომ ნახოთ რა როგორ წავა, როგორი პროცესები იქნება და შემდეგ უკვე კიდევ გავცვლით ალბათ აზრებს. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და იმედი არის რომ მეტი ადამიანი გაიგებს სიმართლეს და მეტი ადამიანი მიხვდება რომ პირიქით იდენტობის შენარჩუნება და ჩვენი რელიგიის და ჩვენი რაღაც აი ამ თვითყოფადობის შენარჩუნება ჩვენ მხოლოდ შეგვეძლება ცივილურ სამყაროში და მათ შორის ევროკავშირში. დიდი მადლობა. ნახვამდის.